მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, მე და ჩემმა ძმაკაცმა დათუნა შექმნით სათევზაო არხი, ფიშინგვის დათიენ დათუნა. გამოვიწერეთ ახალი სათევზაო ნივთები, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ თქვენ. შემდეგ კვირას ან შემდეგ კვირას გეკმავთ რომ წავიდეთ თბილისის ზღვაზე სათევზაოთ, ვითევზაოთ ვობლერებზე, ყანყალებზე და მინდა გაგაცნოთ ეს პროდუქცია. პირველ რიგში გამოვიწერეთ ჩოგანბადე, სათევზაო ჩოგანბადე. ჩოგანბადე ყველა მოთევზაოემ და არა მოთევზაოემ იცის რა არის, როცა თევზი მოკყავს ნაპირზე. დიდი თევზს ესე სამწუხაროდ ვერ ამოწევ, გაგივარდება და არის ესეთ სპეციალური ჩოგანბადე. ტემუზე გამოვიწერეთ ეს ყველაფერი და ღირდა 20 ლარი. გამოვიწერეთ ესეთი ვობლერი, ხედავთ. გამოვიწერეთ ესეთი დიაოზი, რომელიც ძალიან მაგარიაო ქაშაპებზეო. კერძოდ ესეთი დიაოზია, ხოჭო, 3 თვალები აქვს. გამოვიწერეთ ესეთი 3 გრამიანი ვობლერი. ხედავთ. ეს ყუთი, აკრილოგია ყველაფერი, ესენი ძველი პროდუქცია, ხელოვნური მატლები, რეზინის მატლები, ესეც მატლები, ესეთი ტიპის ჯოხები. გამოვიწერეთ ესეთი ყუთი ყანყალების შეკვრა, ნაბორი, ესე რომ ვთქვათ, ხედავთ, რამდენი ყანყალა დევს. ჩავაბრუნებ ახლა ესეთი ოქროსფერი ყანყალაც არის. ესეთი ყანყალების შეკვრა. გამოვიწერეთ ესეთი ყუთი, რომელიც ძალიან პატარა აღმოჩნდა მოცულობაში, ანუ სათევზაო ყუთი გვეყონა, სათევზაოთაც გამოიყენებ, მაგრამ კერძოდ არის წამლების ყუთი. მილაგია ერთი პატარა ვობლერი, ერთი კიდევ ესეთი ვობლერი, მილაგია ნესკავები, ყანყალა, ეს ყანყალა ახალი გამოწერილია და მაინტერესებს როგორ იმოქმედებს. ტემუს ყანყალები ამობენ რომ ძალიან კარგად მოქმედებს ესეთი ყანყალა. ეს არის 3 გრამიანი ყანყალა, ესეთი ყანყალა. გადავატრიალოთ. დიდი თხოვნა იქნება მეგობრებო, გამოგვიწეროთ არხი, რომ მოგეცეს мотивация, რომ ბევრი სათევზაო ვიდეოები დავდოთ. ესენი არის კალა, სიმძიმეები და ხო. ესე. შემიძლია ეს განახოთ ეს რა არის, რეები გამოვიწერეთ. თუ არ გავხსენი ეგრე. გამოვიწერეთ ესეთი ძუის გასაჭრელი ან ნებისმიერი რომ სათევზაო გასაჭრელი პირველ რიგში ამას აქვს დამცავი მეგობრებო, თუ აქ ვნახე ერთი წამით. რა თქმა უნდა, დამცავით ჩამოვიდა. მე YouTube-მა არ დაგვადოს. რაიმე, აი დამცავით არის. გაკეთებული. გამოვიწერეთ ესეთი მაკრატელი, ეს მაკრატელი არის გამოიყენება იმისთვის, რომ ამოიღო თევზს, როცა დიდ თევზს, როცა გაჩხერილი აქვს ვობლერი ან ყანყალა ან რაიმე სატყუ არა რომ ამოუღო აი ამ თევზი რო არ დააზიანო, როგორც იცით, სპორტულ თევზაობაზე უნდა ვითევზაოთ, თუ დიდი თევზი იქნება ძალიან დიდი წავიყვანთ, თუ საშუალო თევზი იქნება უცილებლად გავუშვებთ. ეს არის ჩვენი სპორტი.
გამოვიწერეთ ესეთი ვობლერი, ხედავთ. ძალიან კარგი ვობლერია. ახლა რა გვაქვს კიდე სათევზაოდ? სათევზაოდ გვაქვს ესეთი სასწორი ასაწონი, როგორც ქვია, რომ თევზები ავწონოთ ხოლმე. ახლა მე მინდა ვისაუბრო ანკესზე. კერძოდ ანკესზე. რა ანკესია, რისი ბრენდია? ეს არის კაიდას ანკესი, კაიდას აბსოლუტი 8.0, 3-დან 12 გრამამდე. კოჭა, ესეთი კოჭას ბრენდის სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი. ჰაკა 3000-ია. კერძოდ ესეთი ბრენდი მე მგონი არა წერია. არ ვიცი. მაგრამ სპინინგისთვის არის განკუთვნილი. მიყენია კარაბინი. ესეთი პატარა ზომის მოცულობის კარაბინი რო დამაგრდეს ყანყალები, ვობლერები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კიდევ მაქვს 2 ცალი ესეთი ტივტივა. ეს 5 ტემო ამოგზავნა. ესეთი ტივტივები, მეორე ანკესიც მაქვს. ეგ უბრალოდ სხვა ქალაქში მაქვს. ესეთი ტივტივებია. ამ ტივტივებს ვაყენებ მეორე ანკესზე. ეს იყო განხილვა. თუ შეიძლება თქვენ სად ისურვებდით, რომ წავსულიყავით, გვიწერეთ ლოკაციები, მაგრამ ჯერჯერობით რასაც გვეგმოთ არის თბილისის ზღვა. ნახვამდის მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. კარგად.